სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშში წერს, რომ 28 ნოემბრიდან მომდევნო დღეებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უკანონო დაშლისას თითქმის ყველა დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრების მხრიდან სავარაუდო წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას დაექვემდებარა. უფრო კონკრეტულად 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში მონახულებული პირებიდან თითქმის 80% აცხადებდა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო. ანგარიში ეფუძნება დაკავებულების ჩვენებებს, საიდანაც ვიგებთ, რომ დაკავებულებს ატარებდნენ დერეფნებში, რა დროსაც ჯგუფურად, ხელებით და ფეხებით მრავალჯერადად ურტყამდნენ. სასტიკი ძალადობა გრძელდებოდა მიკროავტობუსებშიც. მიზანმიმართულად აყენებდნენ დაზიანებას სახისა და თავის არეში, რაც ხშირ შემთხვევაში მსხვერპლებს ვიზუალურადაც ემჩნეოდათ. სახალხო დამცველის შეფასებით ეს გარემოებები შეიძლება მიუთითებდეს, რომ არასათანადო მოპყრობის ერთნაირი მეთოდები წინასწარ იყო შემუშავებული. მოცემულ ეტაპზე არსებული საქმის მასალებით აპარატისთვის შესაძლებელი გახდა წამების თვალსაჩინო და აშკარა რამდენიმე შემთხვევის გამოკვეთა. ძალადობდნენ ძირითადად ჯგუფურად რამდენიმე სპეცრაზმელი ერთდროულად. დაკავებულებს თავის არეში ურტყამდნენ იმდენად ძლიერად, რომ რამდენიმე მგონება დაკარგა და ტვინის შერყევა მიიღო. რამდენიმე პირს ჰქონდა სისხლდენაც. მომიტინგეთა გამოკითხვების ოქმების მიხედვით მათ მიმართ შავნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ არასათანადო მოპყრობას ადგილი ჰქონდა არამხოლოდ დაკავების დროს, არამედ დაკავების შემდეგაც. დაკავებული პირების სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, დაკავებულ პირებს დაზიანებები აღენიშნებოდათ სისხლნაჟღენთების, ჰიპერემიების სახით სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის ეკვეთება ცხვირის ძვლების, თვალბუდის ფსკერის, ყვრიმალისა და ზედაყბის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის ტრავმა, ქალა სარქველის ოსტეომა და სხვა. ომბუდსმენის ინფორმაციით, დღემდე წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში არც ერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.